მოგესალმებით მეგობრებო, მე მოკვდავი ხელოვნებად მცოდნე ვარ და უკვდავ ამბებს მოგკითხავთ. ვიდეოში მსურს ვისაუბრო ყველაზე ცნობილი სურათების მიღმა არსებულ და მაინტრიგებელ ისტორიებზე. პირველი, სატურნი შთანთქავს თავის შვილს, ფრანსისკო გოია, 1823 წელი. სატურნი შთანთქავს თავის ძეს ასახავს ბერძნულ მითს, ტიტანი კრონოსზე რომანიზებული სატურნი, რომელიც იმის შიშით, რომ მას ერთი მისი შვილი დაამხობდა, ყველა სჭამდა მათი დაბადებისთანავე. ნამუშევარი ერთ-ერთია იმ 14 შავნახატს შორის, რომლებიც გოიამ დახატა უშუალოდ თავისი სახლის კედლებზე. მეორე, ვარსკვლავებიანი ღამე, ვინსენტ ვან გოგი, 1899 წელი. ფსიქიური აშლილობის შემდეგ, რამაც გამოიწვია მარცხენა ყურის თვით დასახიჩრება, ვან გოგმა ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება სენ-პოლ დე მავზოლელის ფსიქიატრიულ თავშესაფარში გადაცხოვრებისა 1899 წელს. ამ პერიოდში მან წარმოადგინა რამდენიმე მისი კარიერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, მათ შორის აირისის და ლურჯი ავტოპორტრეტი. ვარსკვლავური ღამე გვიჩვენებს თავშესაფარში მისი ოთახის ფანჯრიდან ხედს მზის ამოსვლამდე, იდილიური სოფლის ხედების დამატებით. მესამე, დიდი ტალღა კანგავასთან, კაცუშიკა ჰოკუსაი, 1823-1833 წლები. კომპოზიცია მოიცავს სამ მთავარ ელემენტს: სხვა ქარიშხლისაგან აღევებული, სამი ნავი და მთა. თოვლით დაფარული მწვერვალი ცნობილი მთა ფუჯია, რომელიც იაპონიაში ითვლება წმინდა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოდ, ასევე სილამაზის სიმბოლოდ. ნავების გამოყენებით მათი 30 მგზავრით მივხვდებით, რომ ტალღა უნდა იყოს 12 მეტრამდე სიმაღლის. ტალღა, რომელიც ბრჭყალივით ეხება ფუჯის მთის გარშემო, გვიჩვენებს მხატვრის შიშს და არაპროგნოზირებადი ზღვის შიშსაც ამავდროულად. მეოთხე, ყვირილი, ედვარდ მუნკი, 1893 წელი. მუნკი მზის ჩასვლისას ზეირნობდა, როდესაც ღრუბლებმა სისხლივით იწყეს გაწითლება. როგორც თავად თქვა, მან შეიგრძნო უსასრულო ყვირილი, რომელიც ბუნებაში ისმოდა. ვარაუდობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევა შეიძლება იწვევდეს არაბუნებრივად ნარინჯისფერ ცას. კიდევ ერთი ახსნა მუნკის იმჟამინდელი ემოციური მდგომარეობა და მისგან გამოწვეული შედეგი, რადგან მისი და სულ ახალი წაყვანილი იყო საგიჟეთში. მუნკმა შექმნა ამ ნამუშევრის მრავალი ვარიაცია. ეს ვერსია მოპარული და შემდეგ დაბრუნებულია. ერთ-ერთი პასტელით შესრულებული ვარიანტი ყველაზე მაღალ ნომინალურ ფასად გაიყიდა საზოგადოებრივ აუქციონზე. შემგროვებლები, ჟან-ფრანსუა მილე, 1857 წელი. შემგროვებლები ასახავს სამ გლეხ ქალს, რომლებიც მოსავლის აღების შემდეგ მინდორში ხორბლის დარჩენილ ღეროებს აგროვებენ. სურათი ცნობილია იმით, რომ ჩანს მხატვრის კეთილგანწყობა სოფლის საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების მიმართ. როდესაც მილემ ეს ნამუშევარი 1857 წელს გააცნო საზოგადოებას, მაშინვე უარყოფითი შედეგი და კრიტიკა მოჰყვა ზედა კლასების მხრიდან. საფრანგეთში ცოტა ხნის წინ იყო 1858 წლის რევოლუცია მომხდარი და ამ სურათმა მაღალ კლასებს შეახსენა, რომ საფრანგეთის საზოგადოება აშენდა მშრომელი ხალხის თავდადებით, რომელიც მზარდი სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამქირავებელია. იმ დროს მშრომელთა კლასი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მაღალი ფენა და არსებობდა შეშფოთების მიზეზი. საფუძვლიანი ეჭვი, რომ სურათს შესაძლოა ქვედა ფენის აჯანყება გამოეწვია. რევოლუციის მიუხედავად, მაღალი ფენის გონება კვლავ სხვანაირად იყო მოწყობილი, ამიტომ მათ ვერ შეძლეს სურათის სწორი მხრიდან აღქმა. სუსანა და მოხუცები, არტემისია ჯენტელესკი, 1610 წელი. სუსანა და უხუცესები აჩვენებს არასასიამოვნო სიტუაციაში მყოფ სუსანას, როდესაც მისი აბანოში ყოფნის ჟამს ორი მამაკაცი მის უკან იმალება. თემა არის დანიელის წიგნში მოთხრობილი ამბის გამოხატვის მცდელობა ფერწერაში, სადაც ასახულია სცენა, როდესაც ორი მოხუცი მამაკაცი უთვალთვალებს ახალგაზრდა ქალბატონს, სახელად სუსანას, ბაღის აბანოში. ორი მოხუცი მოითხოვდა მისგან სექსუალურ კეთილგანწყობას.
როდესაც სუსანამ უარი განუცხადა, ისინი ცდილობდნენ მისი რეპუტაციის გაფუჭებას, იქამდე სანამ ახალგაზრდა კაცი დანიელი არ ჩაერეოდა. მან შესთავაზა მსაჯულებს, რომ მამაკაცები ცალკე დაეკითხათ. მათი ისტორიები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამიტომ სუსანას სახელი არ შებრალულა და სიმართლეს ფარდა აეხადა. მედუზა სტივი, ჯერიკო, 1918 წელი. მედუზა სტივი ასახავს საფრანგეთის საზღვაო გემ მედუზას ავარიის შედეგებს. დაახლოებით 157 ადამიანი დაიძრა სასწრაფო დაშენებული ტივით. ყველა გარდა 15 კაცისა გარდაიცვალა 13 დღის განმავლობაში. როდესაც ისინი გადარჩენას ელოდებოდნენ, მათ ვინც გადაურჩა გაუწყლოებას და შიმშილს კანიბალიზმით გაიტანეს თავი. ეს მოვლენა საერთაშორისო სკანდალად იქცა ნაწილობრივ მედუზას კაპიტნის არაკომპეტენტურობის გამო. კარტოფილის მჭამელები, ვინსენტ ვან გოგი, 1885 წელი. ვან გოგს სურდა გლეხების გამოსახვა ისე როგორებიც სინამდვილეში იყვნენ და განზრახ აირჩია ესთეტიკიდან უხეში გადახვევის მოდელები. მას სურდა ეჩვენებინა აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესი მაღალი ფენისაგან. მოგვიანებით მან თავის დას მისწერა და განაცხადა, რომ კარტოფილის მჭამელები იყო მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი. კომპოზიცია მერვე, ვასილი კანდინსკი, 1923 წელი. კანდინსკი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ფერით. მიიჩნევდა, რომ მას გააჩნდა ტრანსცენდენტული თვისებები. მხატვარს სურდა შეესწავლა ურთიერთდამოკიდებულება ხმასა და ფერს შორის, ისევე როგორც მუსიკოსის სიმღერის შექმნის დროს. წრეების, ბადეების, მართკუთხედების და ნახევარწრეების, სამკუთხედების და მათემატიკური ფორმების გამოყენება ნამუშევრებში შეესაბამება მხატვრის რწმენას გეომეტრიული ფიგურების მისტიკური თვისებებისადმი, ხოლო ფერები მათი ემოციური ზემოქმედებისათვის იყო შერჩეული. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, თავადაც იცით, რაც უნდა გააკეთოთ. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.